სალამი, ხანმოკლე პაუზის შემდეგ კოდი მე-10 სეზონით ბრუნდება, რაც ძალიან მახარებს, რადგან ამ სეზონზე საკმაოდ დიდი დრო უნდა დავუთმო სამყაროსა და კოსმოსის საუბარს. არც სხვა საკითხებს დავივიწყებ, თუმცა გადავწყვიტა, რომ ჩემი არხის მაყურებლისთვის ბევრად საინტერესო კოსმოსის შესწავლა იქნება. სეზონის პირველ ეპიზოდს კი, რა თქმა უნდა, გასული თვის 2025 წლის აგვისტოს კოსმოსური სიახლეების შეჯამებას დავუთმობ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ აგვისტოში რაიმე განსაკუთრებული მისია არ განხორციელებულა. მხოლოდ აღმოჩენებითა და ახალი თეორიების გამოქვეყნებით შემოიფარგლა კოსმოსის შემსწავლელი მსოფლიო მეცნიერება. მოდი გავეცნოთ ამ სიახლეებს. NASA უკვე რამდენიმე წელია ბირთვული გახლეჩის 40 კილოვატიანი სისტემის შექმნაზე მუშაობს. თვარეზე მისი გაშვება 2030-იანი წლების დასაწყისში იგეგმებოდა. გამოცემა პოლიტიკოს მიხედვით სააგენტოს დროებითი ხელმძღვანელი შონ დაფი უფრო ამბიციურ გეგმაზე ისაუბრებს დირექტივაში, რომელიც მალე გამოიცემა. დირექტივა სააგენტოს ავალებს, რომ ინდუსტრიისგან პროექტები გამოითხოვოს 100 კილოვატიანი ბირთვული რეაქტორის შექმნისთვის, რომლის გაშვებაც 2030 წლისთვის იგეგმება. ეს ასტრონავტების მთვარეზე დასაბრუნებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია, იტყობინება გამოცემა პოლიტიკო. NASA ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებას არტემისის პროგრამით ცდილობს. სააგენტოს მიზანია დათქმული დროისთვის დედამიწის თანამგზავრზე ერთი ან რამდენიმე ბაზა შექმნას, სადაც მუდმივად იცხოვრებენ ადამიანები. ბირთვული ენერგოსისტემები ამ მიზნის ძირითადი ნაწილია. მზის ენერგია დასახლებული ბაზისთვის საუკეთესო არჩევანი არ არის, რადგან მთვარე ძალიან ნელა ბრუნავს. კერძოდ, მისი ერთი ღამე დედამიწის დაახლოებით 2 კვირას უდრის. მთვარეზე ბაზის შექმნას ჩინეთიც გეგმავს რუსეთთან და სხვა რამდენიმე ქვეყანასთან თანამშრომლობით. როგორც პოლიტიკო წერს, დაფის მოსალოდნელი დირექტივა მიზნად ჩინეთზე სწრაფ მოქმედებას ისახავს. დირექტივის თანახმად, პირველმა ქვეყანამ, რომელსაც მთვარეზე რეაქტორი ექნება, შეიძლება მთვარის კონკრეტულ ზონაში შესვლა აკრძალოს, რაც შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვნად შეაფერხებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შონ დაფი NASA-ს დროებით ადმინისტრატორად 9 ივლისს დანიშნა. მანამდე კი ამ თანამდებობაზე ჯარედ აიზეკმენს, მილიარდერ მეწარმესა და ასტრონავტს განიხილავდა. ჰარვარდის ასტრონომი ავი ლოები ვარაუდობს, რომ დედამიწასთან მოახლოებული ვარსკვლავთშორისი ობიექტი 31 წილადი ატლასი შესაძლოა ხელოვნურად შექმნილი იყოს და არა ბუნებრივი წარმოშობის. მას შემდეგ, რაც მსგავსი მტკიცებები 2023 და 2017 წლებში გაახმაურა. ჰარვარდის ასტრონომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ავი ლოების თქმით, ვარსკვლავთშორისი ობიექტი 31 წილადი ატლასი ჩილეში მდებარე Deep Random Surveys დისტანციური ტელესკოპით აღმოაჩინეს. ის შესაძლოა უცხოპლანეტური წარმოშობის იყოს. ობიექტის სიკაშკაშე მიანიშნებს, რომ მისი დიამეტრი დაახლოებით 20 კილომეტრია, ხოლო ვარსკვლავთშორის სივრცეში არ არის საკმარისი ქვის მასალა იმისთვის, რომ 10 წლეულში ერთხელ ამ ზომის ობიექტი შეიქმნას. მან აღნიშნა, რომ ამ მზის სისტემის შიდა ნაწილში მისაღწევად დაახლოებით 10,000 წელი არის საჭირო. ლოებმა ასევე განაცხადა, რომ ობიექტი დედამიწასთან ყველაზე ახლოს იქნება იმ დროს, როცა ჩვენი პლანეტა მზის საპირისპირო მხარეს იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მას რეალურად ვერ დავინახავთ. მოგვიანებით მან დაამატა, რომ ფიქრობს, არსებობს შანსი, რომ ობიექტი ხელოვნურად იყოს შექმნილი და არა ბუნებრივად წარმოშობილი. ჩვენ ვერ შევძლებთ მის დაკვირვებას, მაგრამ სწორედ ეს დროა idеალური მანევრირებისთვის და ამიტომ უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ მას. არ ვამბობ, რომ ეს უცხოპლანეტეთა ტექნოლოგია, უბრალოდ ვამბობ, რომ ეს არ გავს ჩვეულებრივ მოვლენას. ობიექტს აკრავს ისეთი ნათება, რომელიც კომეტებისთვის დამახასიათებელი არაა. კომეტებს ჩვეულებრივ უკან კუდივით მოსდევს ნათება, ხოლო აქ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის სურათში ნათება ობიექტის წინ მდებარეობს. ასეთი რამ არასოდეს გვინახავს. გონივრული იქნება თუ მეცნიერები მზის სისტემაში შემოსულ ყოველ ვარსკვლავთშორის ობიექტს დეტალურად შეისწავლის, რათა დავწმუნდეთ, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენს. შეიძლება მოდიოდეს, რათა გადაგვარჩინოს ან გაგვანადგუროს. სჯობს ორივე ვარიანტისათვის მზად ვიყოთ და შევამოწმოთ, ვარსკვლავთშორისი ობიექტები ნამდვილად მხოლოდ ქვებია თუ არა. 31 წილადი ატლასის შესახებ ბიბლიაში გავრცელდა ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ის ჩვენი მზის სისტემის გარედან მოდის, რაც მას ჩვენს კოსმოსურ სივრცეში აღმოჩენილ მხოლოდ 3 ვარსკვლავთშორის ობიექტს შორის აქცევს. ობიექტი მასიური ზომისაა, მეცნიერების შეფასებით მისი სიგანე 12 მილზე, დაახლოებით 20 კილომეტრზე მეტია.
ლოების მხრიდან ამ ობიექტის იდუმალი წარმოშობის ვარაუდი მისთვის უცხო არ არის. 2023 წელს მეცნიერი კვლავ მოხვდა გამოცემების ათაურებში. მას შემდეგ, რაც გუნდთან ერთად წყნარ ოკეანეში ჩამოვარდნილი მეტეორიტი ამოიღო. მაშინ მან განაცხადა, რომ ანალიზმა ქვის შემადგენლობაში მანამდე უცნობი თონის შენადნობები გამოავლინა. მათი სავარაუდო მტკიცებით, ამ ობიექტის წარმოშობის ადგილად მზის სისტემის გარე ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ბევრმა ასტროფიზიკოსმა ამ მტკიცებებს სკეპტიკურად შეხედა. ჯერ კიდევ 2017 წელს კი ოუმუამუა გრძელი ღეროს მაგვარი ობიექტი გახდა პირველი ცნობილი ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში აღმოაჩინეს. ლოებმა 2021 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც ის განიხილავდა იდეას, რომ ეს უცნაური ობიექტი, რომელიც დაახლოებით საფეხბურთო მოედნის სიგრძის იყო, გადაადგილებისთვის შესაძლოა იყენებდა მსუბუქ იალქანს, რომელიც მზის ენერგიას აეროდინამიკურ ბიძგად გარდაქმნის. ფაქტობრივად ის ვარაუდობდა, რომ ოუმუამუა შესაძლოა უცხო პლანეტელების სხვა გონიერი ცივილიზაციის მიერ შექმნილი ყოფილიყო. 2023 წელს მკვლევრებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც მიუთითებდა, რომ ოუმუამუას უცნაური ორბიტა აქვს და ორგანიზებულად მოძრაობს. თუმცა, მაინც აიხსნებოდა მექანიზმი, რომელიც ბევრ ყინულიან კომეტაში გვხვდება. კერძოდ, ობიექტი მზის სითბოთით თბებოდა. მასზე წყალბადი გამოიყოფოდა. სწორედ ამ პროცესმა უზრუნველყო მისი დაჩქარება. დაველოდოთ დამატებით კვლევებს. მზის უახლოეს მეზობელ ვარსკვლავთან შეიძლება სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტა იყოს. ალფა კენტავრის კომპლექსურ სამმაგ ვარსკვლავურ სისტემაში ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ახლახან შეამჩნია გიგანტური ეგზოპლანეტა, რომელიც ამ სამი ვარსკვლავიდან ყველაზე მზის მსგავსის ალფა კენტავრი A-ის გარშემო მოძრაობს. ამას გარდა ეგზოპლანეტა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაშია, სრულყოფილ მანძილზე ვარსკვლავისგან, სადაც შესაძლებელია, რომ მის ზედაპირზე თხევადი წყალი იყოს. არის კიდევ რაღაც. ამ პერსპექტიული პლანეტის სახელად ალფა კენტავრი A-ის მტკიცებულება პირდაპირ ვიზუალიზაციით აღმოაჩინეს. რაც შეიძლება დიდი გარღვევა იყოს ეგზოპლანეტურ მეცნიერებაში. დადასტურების შემთხვევაში პოტენციური პლანეტა, რომელიც ვების მიერ ალფა კენტავრი A-ისთვის გადაღებულ ფოტოზე ჩანს, შეიძლება ახალი ეტაპი იყოს ეგზოპლანეტების გადაღებაში. ყველა პირდაპირ გადაღებულ პლანეტას შორის ის შეიძლება თავის ვარსკვლავთან ყველაზე ახლო მდებარე იყოს. ამას გარდა ტემპერატურითა და ასაკით ყველაზე მეტად ჰგავს მზის სისტემის გიგანტურ პლანეტებს და ეგზოპლანეტებს შორის ყველაზე ახლოს არის დედამიწასთან. ამბობს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი ანიკეტ სანგჰი. ალფა კენტავრის სისტემა ჩვენგან სულ რაღაც 4 სინათლის წლითაა დაშორებული და წარმოადგენს სამმაგ ვარსკვლავურ სისტემას, რომელიც შედგება ალფა კენტავრი A-სა და ალფა კენტავრი B-ის წყვილური სისტემისგან, რომლებსაც შორიდან უვლის გარშემო მესამე ვარსკვლავი, წითელი ჯუჯა პროქსიმა კენტავრი. ამ სისტემაში ეგზოპლანეტები აქამდეც აღმოჩენილი იყო, თუნდაც პროქსიმა კენტავრის გარშემო, მათ შორის ერთი სასიცოცხლო ზონაში. თუმცა გარემო პირობები წითელ ჯუჯა ვარსკვლავთა გარშემო, რომლებიც საკმაოდ აქტიურები არიან ამოფრქვევათა თვალსაზრისით, შეიძლება უფრო ნაკლებად ხელსაყრელი იყოს, ვიდრე მზის მსგავს ვარსკვლავთა გარშემო. ამ დრომდე არაფერია ცნობილი ალფა კენტავრი B-სთან პლანეტის არსებობის შესახებ. თუმცა ალფა კენტავრი A-ის ორბიტაზე რაღაცის ნათება შენიშნეს. ეს ვარსკვლავი სამ ვარსკვლავს შორის ყველაზე კაშკაშაა და წარმოადგენს იმავე G-ტიპის ვარსკვლავს, რასაც ჩვენი მზე. ეგზოპლანეტათა უმეტესობას არაპირდაპირი მეთოდით პოულობენ. ვარსკვლავის სინათლის რეგულარულ ჩაბნელებებზე დაკვირვებით, ან ვარსკვლავის სინათლის ცვლილებებით, რისი მიზეზიც ეგზოპლანეტის გრავიტაციული ეფექტებია. სანგჰიმ, ბაიხმანმა და მათმა კოლეგებმა ამ პლანეტის შესახებ დამატებით მტკიცებულება და საფოვნელად ჯეიმს ვების ტელესკოპი გამოიყენეს. პირველი დაკვირვებები 2024 წლის აგვისტოში ჩაატარეს და გამოიყენეს კორონოგრაფი, რომლითაც ალფა კენტავრი A-ის სინათლე დაბლოკეს. ალფა კენტავრი B-ის სინათლის გამოკლების შემდეგ შედეგებმა აჩვენა მკრთალი წერტილოვანი წყარო, რომელიც ალფა კენტავრიდან იმაზე ორჯერ შორს მდებარეობდა, ვიდრე დედამიწა მზისგან. თუმცა 2025 წლის აპრილში ჩატარებულმა დაკვირვებებმა ასეთი ობიექტი ვეღარ გამოავლინა. სიმულაციათა დაახლოებით ნახევარში ეგზოპლანეტა ვარსკვლავთან იმდენად ახლოს იყო, რომ დაფიქსირება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. მის არსებობას კაშკაშა შუქი ფარავდა, რაც ალფა კენტავრის A-ის არსებობას ადასტურებდა. ალფა კენტავრი A-ის არსებობის საბოლოოდ დასადასტურებლად მეტი სამუშაოა საჭირო.
ასევე უნდა გაირკვეს ისიც, საერთოდ რანაირად გაჩნდა ის ალფა კენტავრის სისტემის კომპლექსურ გრავიტაციულ გარემოში. ღრმა კოსმოსში ჩვენგან დაახლოებით 5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე შავი ხვრელი შეიძლება ყველაზე მასიური იყოს ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. გალაქტიკა სახელად SDSS-J 1148+1930 ნამდვილ ბეჰემოთს მასპინძლობს, რომლის მასაც ახალი გაზომვების თანახმად ჩვენი მზისას დაახლოებით 36.3 მილიარდჯერ აღემატება. შედეგად ამ შავი ხვრელის მასა პრაქტიკულ ზედაზღვართან ახლოსაა. შედარებისათვის ირმის ნახტომის ცენტრალურ შავ ხვრელში თავს იყრის 4.3 მილიარდი მზის მასა. ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელი უკვე აღარ თავსდება სუპერმასიურის კატეგორიაში. ეს გიგანტი ულტრამასიურია. ის ამ დრომდე აღმოჩენილ 10 ყველაზე მასიურ შავ ხვრელს შორის არის და სრულიად შესაძლებელია ყველაზე მასიურიც იყოს. უმეტეს სხვა შავ ხვრელთა მასის გაზომვები არაპირდაპირია და საკმაოდ დიდი გაურკვევლობა ახლავთ. შესაბამისად, დაზუსტებით არ ვიცით, რომელია მათ შორის უდიდესი. თუმცა ახალი მეთოდის წყალობით ამ შავი ხვრელის მასა გაცილებით ზუსტად დავთვალეთ. სუპერმასიურს ვუწოდებთ ჩვენს მზეზე მილიონჯერ და მეტი მასის მქონე შავ ხვრელებს და ისინი ყველა სრული ზომის გალაქტიკის ცენტრში ხვდება. წარმოადგენს გრავიტაციულ ჰაბს, რომლის გარშემოც მოძრაობს გალაქტიკაში არსებული ყველა ობიექტი. თეორიულად არ არსებობს ზღვარი, რამდენად მასიური შეიძლება გახდეს შავი ხვრელი. პრაქტიკული თვალსაზრისით სხვა შეზღუდვები, მაგალითად, ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ მაქსიმალური მასა, რომლისთვისაც შავ ხვრელს სამყაროს 13.8 მილიარდ წლიანი არსებობის განმავლობაში შეიძლებოდა მიაღწია, არის დაახლოებით 50 მილიარდი მზის მასა. შორეულ ვარსკვლავთა და გალაქტიკათა შესახებ ბევრი რამის დადგენა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მკვლევართა ჯგუფმა წინა ფონურ ბურთში საოცარი შავი ხვრელი აღმოაჩინა. ლინზირებულ სისტემაში ლინზირების განფენილობა აჩვენებს გრავიტაციული ველის სიმძლავრეს, რაც დაკავშირებულია წინა ფონზე არსებული ობიექტის მასასთან. ვინაიდან სუპერმასიურ შავ ხვრელთა მასა მათი გალაქტიკის პროპორციულია, ეს ერთ-ერთი გზა გალაქტიკის ცენტრში არსებული შავი ხვრელის მასის გამოსათვლელად. აქამდე უფრო მძიმე შავი ხვრელებიც არის დაფიქსირებული, მაგრამ მათთვის ჩატარებულ გაზომვებს ცოტა უფრო ნაკლები სანდოობა აქვს. სახელგანთქმული მაგალითია ტონ 618. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ მისი მასა 66 მილიარდ მზის მასას აღწევდა, მაგრამ 2019 წელს, როდესაც ანალიზები ხელახლა ჩაატარეს გალაქტიკურ კინემატიკაზე დაყრდნობით, მასა 40 მილიარდ მზის მასამდე შემცირდა. კვლევართა აზრით, დროთა განმავლობაში ეს გალაქტიკათა გროვა, რომლის თითოეულ გალაქტიკას ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელი ჰქონდა, გაერთიანდა, ერთმანეთს შეერწყა მათი შავი ხვრელებიც და შედეგად მივიღეთ 36 მილიარდი მზის მასის მქონე მონსტრი შავი ხვრელი. ნამდვილად უზარმაზარი გასაღებია სამყაროს მრავალ პასუხგაუცემელ კითხვაზე, მათ შორის იმაზეც, როგორ იზრდებიან სუპერმასიური შავი ხვრელები, ასე დიდები. სანტა-კრუზის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა სტეფანო პროფუმომ ორი კვლევა გამოაქვეყნა. ისინი თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ კითხვას ეხება: ნაწილაკების როგორი ბუნება ახასიათებს ბნელ მატერიას. ბნელი მატერია სამყაროში არსებული მთელი მატერიის 80%-ში ადგენს. მეცნიერებს მტკიცებულებები უკვე აქვთ, რომ ის ნამდვილად არსებობს. გალაქტიკების ერთიანობასა და მათ ბრუნვას სწორედ ბნელი მატერია ხსნის. კოსმოსის მასშტაბური სტრუქტურა და კოსმოსურ მიკროტალღურ ფონზე დაკვირვებები ადასტურებს, რომ ამ სიბნელის მიღმა რაღაც დაუდგენელი ძალა არსებობს. უახლესი კვლევა გამოცემაში Physical Revive D გამოქვეყნდა. მასში განიხილავენ იდეას, რომ ბნელი მატერია შეიძლება ერთგვარ დამალულ სექტორში ფორმირებულიყო. ის პარალელური, ეგრეთ წოდებული სარკული სამყაროა, რომელსაც საკუთარი ნაწილაკები თუ ძალები აქვს და ადამიანებისთვის უხილავია. ამის მიუხედავად ის იმავე ფიზიკურ კანონებს ემორჩილება, რომლებსაც ჩვენთვის ცნობილი სამყარო. ეს იდეა კვანტური ქრომოდინამიკის, ანუ QCD-ს თეორიითაა შთაგონებული. ის აღწერს, როგორ ერთიანდება კვარკები პროტონებსა და ნეიტრონებში ძლიერი ბირთვული ძალით. პროფუმოს ახალ ნაშრომში ძლიერ ძალას ბნელი მატერიის სამყაროშიც ანალოგიური ფუნქცია აქვს. მას ბნელი QCD ეწოდება და საკუთარ კვარკებსა და გლუონებს წარმოქმნის. ისინი მძიმე ნაწილაკებად, ბნელ ბარიონებად ერთიანდება, რომლებიც ძალიან მკვრივი და მასიური შეიძლება გახდეს.
შემდეგ ისინი გრავიტაციის გავლენით კოლაფსს განიცდის და მცირე შავხრელებად ან მის მსგავს ობიექტებად გარდაიქმნება. პროფუმოს მეორე კვლევაში სხვა ჰიპოთეზაა განხილული. მის მიხედვით ბნელი მატერია შესაძლოა სამყაროს გაფართოებადი კოსმოსური ჰორიზონტის მიერ წარმოქმნილიყო. ეს დაახლოებით იმავე პროცესებს გულისხმობს, რომლებიც შავი ხვრელის მოვლენა და ჰორიზონტის ფუნქციონირებაში მონაწილეობს. ამ ჰიპოთეზას არ სჭირდება ვარაუდები იმის შესახებ, როგორ ურთიერთქმედებს ბნელი მატერია სხვა ნივთიერებასთან. საკმარისია მხოლოდ ისიც, რომ ის სტაბილური იყოს. ასევე გრავიტაციის ზემოქმედებით ფორმირდებოდეს. ეს იდეა კვანტურ ეფექტებს ეფუძნება, რომლებიც კოსმოსურ ჰორიზონტებთან ახლოს იჩენს თავს. მაგალითად, შავ ხვრელებთან, როცა დამკვირვებლები თბურ გამოსხივებას აღიქვამენ. სანტა-კრუზის კალიფორნიის უნივერსიტეტი უკვე 10 წლეულებია კოსმოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მეცნიერები სამყაროს მასშტაბურ ქცევასა და ნაწილაკური ფიზიკის ღრმა საკითხებს შორის კავშირების პოვნას ცდილობენ. შესაძლებელია, რომ ტელესკოპით დიდი აფეთქება დავინახოთ. საინტერესო კითხვაა. მოდი გავცეთ პასუხი. სივრცეში სინათლის გადაადგილებას კონკრეტული დრო სჭირდება. შესაძლოა ამას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. თუმცა კოსმოსურ კვლევებში ეს სხვა დატვირთვას იძენს. მაგალითად, როდესაც მთვარეს ვუყურებთ, მას ისეც ვხედავთ, როგორც დაახლოებით 1 წამის წინ იყო. გამოდის, რომ რაც უფრო შორსაა ობიექტი მასზე დაკვირვებისას, მით უფრო წარსულში ვინაცვლებთ. ამან პლანეტების, ვარსკვლავებისა თუ გალაქტიკების ევოლუციის შესწავლის საშუალება მოგვცა. შესაბამისად, სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპების შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოგვეპოვება, მაგრამ რამდენად შორს შეგვიძლია დროში უკან გადანაცვლება. შესაძლებელია, რომ პირდაპირ დიდი აფეთქება დავაფიქსიროთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ სამყაროს პირველი სინათლე უკვე აღმოჩენილია და მას კოსმოსური მიკროტალღური ფონი ეწოდება. ეს დიდი აფეთქების ექოა, რომელიც კოსმოსში ამ მოვლენიდან 380,000 წელში გავრცელდა. მანამდე სინათლე თავისუფლად ვერ მოძრაობდა. საქმე ისაა, რომ ატომების წარმოქმნისას სინათლეს მათში შემავალი ელექტრონი შთანთქავდა, რომელიც პროტონებსა და ნეიტრონებს აღწევდა თავს. სწორედ მაშინ დაიწყო პირვანდელმა სინათლემ თავისუფლად გადაადგილება. ესაა იმის მიზეზიც, რომ დიდ აფეთქებაზე დაკვირვება არ შეგვიძლია. გამოდის, რომ კოსმოსური მიკროტალღური ფონი დიდ აფეთქებასთან ყველაზე ახლო ხილული კვალია, რომელსაც ვაფიქსირებთ. არის კიდევ ერთი რამ, რისი ერთ-ერთი წყაროც დიდი აფეთქებაა. ელემენტარული ნაწილაკი, სახელად ნეიტრინო. მას ძალიან მცირე მასა აქვს, ელექტრული მუხტი კი არ გააჩნია. ამიტომ ჩვეულებრივ მატერიასთან იშვიათად ურთიერთქმედებს. თითოეულ წამში ჩვენი სხეულის ყოველ კუბურ სანტიმეტრში 60 მილიარდი ნეიტრინო გადის. ზოგიერთი ვარაუდის თანახმად, მათგან 300 დიდი აფეთქების დროინდელია, კოსმოსური ნეიტრინული ფონი. დიდ აფეთქებასთანაა კავშირში გრავიტაციული ტალღებიც, ანუ დროს სივრცის მცირე ცვლილებები, რომლებიც მიზიდულობის ზალის ზემოქმედებითაა გამოწვეული. ასეთი ტალღების წარმოქმნა ვარსკვლავის აფეთქებას ან შავი ხვრელების შეჯახებას შეუძლია. არსებობს გრავიტაციული ტალღების ფონიც, რომლის ფორმირების ერთ-ერთი მიზეზი დიდი აფეთქება და სამყაროს განვითარების ადრეული ჰიპოთეზური ფაზაა, კოსმოსური ინფლაცია. ნეიტრინოებიცა და გრავიტაციული ტალღებიც ძნელად შესასწავლია. ამიტომ კონკრეტულად დიდ აფეთქებასთან ასოცირებული სიგნალები ჯერ აღმოჩენილი არაა. ამის მიუხედავად ეს შესაძლებელია, ანუ ასტრონომები მხოლოდ სინათლეზე არ არიან კონცენტრირებულნი. მას შესადამე დიდ აფეთქებას პირდაპირ ვერასდროს დავინახავთ, თუმცა მისი გამოკვლევა სხვა გზებითაც შეგვიძლია. არც ისე დიდი ხანია ვიცით, რომ კოსმოსში არსებობს თავისუფლად მცურავი, პლანეტური მასის ობიექტები, რომლებიც გრავიტაციულად არცერთ ვარსკვლავთან არ არიან მიბმული და გალაქტიკაში უმისამართოდ დაქრიან. როგორც ჩანს, მათ საკუთარი მთვარეების სისტემის წარმოქმნა შეუძლიათ, მინიატურული მასშტაბის პლანეტური სისტემის მსგავსის. ჯეიმს ვების მიერ რამდენიმე მოხეტიალე პლანეტაზე ჩატარებულმა ახალმა ანალიზმა ცხადყო, რომ მათ აქვთ კრისტალური სილიკატის მნიშვნელოვანი პროპორციის მქონე დისკოები, ზუსტად ისეთი, როგორიც ზოგიერთ ახალშობილ ვარსკვლავს აქვს პლანეტების წარმოქმნის დაწყებამდე. ბოლო წლებში ჯეიმს ვებმა აღმოაჩინა ჯერ არ ნახულ ობიექტს და მომაჯადოებელი კლასი, რომლებიც კოსმოსის ნისლეულოვან რეგიონებშია გამოკიდებული. მათ თავისუფლად მცურავ პლანეტური მასის ობიექტებს უწოდებენ და ზუსტად ისეთებია, როგორიც მათი სახელი. დაახლოებით 10 იუპიტერის მასის ობიექტების სივრცეში უმისამართოდ დაეხედებიან.
კოსმოსის ის ჯიბეები, სადაც ისინი არიან წარმოდგენილი, არის ადგილები, სადაც ბევრი ახალი ვარსკვლავი იბადება. ასეთი გარემო გადაჭედილი უნდა იყოს თავისუფლად მოსრიალე ეგზოპლანეტებით, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ერთმანეთთან ახლოს თავმოყრილი ამდენი ვარსკვლავი გრავიტაციულად არღვევს ერთმანეთის ჩვილ პლანეტურ სისტემებს. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მოხეტიალე პლანეტები ზუსტად ვარსკვლავების მსგავსად იბადებოდნენ. ჯეიმს ვების მიერ ჩატარებული დაკვირვებების გამოყენებით შეისწავლეს ორიონის ნისლეულში აღმოჩენილი 8 მოხეტიალე პლანეტის დისკოების შემადგენლობა. ასე მიაგნეს ნახშირწყალბადის, სილიკატის მარცვლების მტკიცებულებას. ასევე მტვრისა და კრისტალიზაციის ნიშნებს, იმის მსგავს, რასაც ზოგჯერ ჩვილი ვარსკვლავის გარშემო პლანეტური სისტემის დაბადებისას ხედავენ. შედეგები მიუთითებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ უცნაურ ობიექტებს შეიძლება მთვარეების ვრცელი სისტემა გაუჩნდეთ. შეიძლება სატურნის და იუპიტერის მსგავსი რგოლებიც კი, ანდაც მინიატურული პლანეტური სისტემა. იქედან გამომდინარე, რომ მზის სისტემის მიღმა მთვარეების არსებობის კონკრეტული მტკიცებულებები ჯერ არ გვაქვს. აღმოჩენა ნამდვილად საოცარია. ეპიზოდის ბოლოს კი რეკორდული ენერგიის მქონე ნაწილაკის შესახებ გიამბობთ, რომელიც ნამდვილად დაფიქსირდა. საიდან მოვიდა მოჩვენება ნაწილაკი? ამბავი ასეთია: 2023 წლის თებერვალში ხმელთაშუა ზღვის სიღრმეში მდებარე სადგურმა სახელად KM3 ნეტმა რეკორდულად მაღალ ენერგეტიკული ნეიტრინო დააფიქსირა. მისი ენერგია 220 პეტა-ელექტრონ ვოლტია, როცა წინა რეკორდი სულ რაღაც 10 პეტა-ელექტრონ ვოლტი იყო. მეცნიერებმა სიგნალი დააფიქსირეს, შემდეგ კი მისი დეტალური შესწავლა დაიწყეს. ამ მოვლენას აღმომჩენის სადგურისა და თარიღის შესაბამისად KM3 230213A ეწოდა. ახალი ანალიზის საფუძველზე მკვლევრები ადასტურებენ, რომ შემჩნეული სიგნალები ნამდვილად ნეიტრინოს გამოწვეული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად საიდან წამოვიდა ის. მეცნიერების თქმით, გამორიცხულია, რომ ეს სიგნალი ტექნიკური ხარვეზი ყოფილიყო. დაფიქსირებული ნათება სუბატომური ნაწილაკის სავარაუდოდ მიუონის დეტექტორში გასვლისას წარმოქმნილი სინათლის ანალოგიურია. დეტექტორმა არა თავად ნეიტრინო, არამედ დედამიწაზე რაიმე ნაწილაკთან მისი შეჯახების შედეგად წარმოქმნილი მიუონი დააფიქსირა. თავად ნეიტრინოს დაფიქსირება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ იშვიათად ის მაინც ეჯახება ხოლმე სხვა ნაწილაკს. ამ დროს ძალიან სუსტი ნათება ჩნდება და დეტექტორიც მის აღქმას ახერხებს. KM3 ნეტი სწორედ ასეთი დეტექტორების სისტემაა. ის მზის შუქისგან მოშორებით ოკეანის ზედაპირიდან 3450 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ასეთ სიბნელეში ნეიტრინოების პატარა აქტივობაც კი შესამჩნევი ხდება. 2023 წელს KM3-230213A-ის დაფიქსირების შემდეგ სამეცნიერო სამყაროში დიდი გაურკვევლობა გაჩნდა. ასეთი მაღალი სიგნალი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავდაპირველად ტექნიკური ხარვეზეც კი ეგონათ. იმის გამო, რომ ეს ნათება უცნაურად მაღალ ენერგეტიკულია, შეიძლება იგი ნეიტრინოების წარმოქმნის რაიმე ახალ, ჩვენთვის უცნობ პროცესზე მიუთითებდეს. ასეთი აღმოჩენებითა თუ თეორიებით მდიდარი იყო აგვისტოს თვე. ჩატარდა არაერთი მასშტაბური კვლევა, სადაც მეცნიერებმა გაანალიზეს ჯეიმს ვებისა თუ სხვა აპარატის მიერ გამოგზავნილი მასალები. სამყაროს ამა თუ იმ კიდის შესახებ. სხვათა შორის სამეცნიერო კოსმოლოგიური საზოგადოება ვარაუდობს, რომ სიახლეების მხრივ სექტემბრის თვე გამორჩეული უნდა იყოს. ამას მალე გავიგებთ. შენ კი გამოიწერე კოდის YouTube არხი, რათა არ გამოგჩეს კოსმოლოგიური სიახლეები. შეხვედრამდე.